ჩვენ ვიმყოფებით ბახმაროს ამბულატორიის ძველ შენობასთან, რომელიც უკვე წლებია დაკეტილია ადგილობრივი მოსახლეობისთვის და რა თქმა უნდა დამსვენებლებისთვის. ბახმარო ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობის და პერსპექტივის კურორტი, რომელზეც ყოველწლიურად დაახლოებით 15,000-მდე დამსვენებელი იკრიბება, მათ შორის უმეტესობა არიან ბავშვები, რომლებსაც ძალიან ხშირად ჭირდებათ ხოლმე ჯანდაცვის სრულფასოვანი სერვისის მიღება, თუმცა ბახმაროში ამის შესაძლებლობა დღესდღეობით არ არის და ასევე ძალიან მწვავედ დგას ბავშვებისთვის გასართობის სივრცეების საკითხი. სულ ბახმაროში 2 სპორტული მოედანი იყო, რომელთაგან ერთი არის ჩემს უკან, რომელიც უკვე მეორე ზაფხულია ესეთ მდგომარეობაში არის ბახმაროში, იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივმა მთავრობამ იმ დაპირებით, რომ ააშენებდა ახალი თანამედროვე სტანდარტების სპორტულ მოედანს, გააუქმა ეს მოედანი, თუმცა 2 ზაფხულია ბავშვებისთვის ეს მოედანი აქ აი ესეთ მდგომარეობაშია. გარდა ამისა, საგზაო ინფრასტრუქტურა არის მოუწესრიგებელი, ეს კურორტი, რომელსაც აქვს უდიდესი შესაძლებლობები და პერსპექტივები, არის დღესდღეობით უყურადღებო მდგომარეობაში, იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივი მთავრობა და რა თქმა უნდა ცენტრალური ხელისუფლება არ აქცევენ აქაურობას ყურადღებას. აქ ჩამოსულ დამსვენებლებს არ აქვთ საფეხმავლო ბილიკები იმისთვის, რომ მთავარი საქმიანობა, რაც არის ჰაერზე სეირნობა, განახორციელონ და ბავშვებს უწევთ ცენტრალურ გზაზე სეირნობა, რაც რა თქმა უნდა უსაფრთხოების თვალსაზრისით არის ძალიან მძიმე აქ არსებული დამსვენებლებისთვის.